მთავრობის ადმინისტრაციაში, როგორც ახსენეთ, დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა ბიზნეს სექტორსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის. კონკრეტულად ამ შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ასევე ვიცე-პრემიერი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. დავიწყებთ ლევან დავითაშვილის ბრიფინგით, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დაიწყო მთავრობის ადმინისტრაციაში. შეხვედრიდან გამოსულმა ვიცე-პრემიერმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და ისაუბრა იმ დეტალებზე, რასაც შეეხო საუბარი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას. პირველი, რაზეც ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა, არის ის, რომ აღიარა, რომ ქვეყანაში ნამდვილად არსებობს პოლიტიკური კრიზისი და სწორედ ამ პოლიტიკური კრიზისის განმოხტვის მიზნით ის მართავს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან დიალოგს და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მომდევნო დღეებშიც და მანამ სანამ არ მოიფხვრება ეს პრობლემა და პოლიტიკური კრიზისი საქართველოში გაგრძელდეს შეხვედრები მსხვილი და წვრილი ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე არა მხოლოდ ბიზნესმენებთან, არამედ მცირე მეწარმეებთან, რომლებიც არა მხოლოდ აწერენ პეტიციას ხელს, რომელიც Free Business G-ს პლატფორმაზე არის შექმნილი, არამედ ვისაც აქვს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ლევან დავითაშვილს მიაჩნია, რომ ყველა მოსაზრება მნიშვნელოვანია, რომ შეჯერდეს და საბოლოო კონსენსუსი შედგეს როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ხელისუფლებას, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის. ბიზნესში არიან ადამიანები, მათ შორის მსხვილი ბიზნესის ხელმძღვანელები, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ. ამიტომ დიალოგი, რა თქმა უნდა გაგრძელდეს. ამაზე სრული მზადყოფნა იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან, თუმცა ჩვენ ადრეც ბევრჯერ მოვისმინეთ, რომ პრემიერი დიალოგისთვის და დისკუსიისთვის საზოგადოების ყველა ჯგუფთან არის მზად, მათ შორის რა თქმა უნდა ბიზნესთან. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ მომავალშიც დაიგეგმება შეხვედრა, სადაც უფრო მეტად განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენები იქნებიან ჩართულები, იმისთვის რომ მათ მიიღონ განმარტებები იმ პოლიტიკაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში ხორციელდება. ახლა ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ შემთხვევაში უსაფუძვლოდ ვისაუბროთ არჩევნების იმდენჯერ გამეორებაზე, ვიდრე ვიღაცისთვის სასურველი შედეგი არ დადგება, თუმცა რა გვესმის, რომ ეს სერიოზული მოთხოვნა ვერ იქნება და აქედან გამომდინარე ეს არ არის დღეს განხილვის საგანი. ეს მე ვფიქრობ, რომ ბიზნესმენებმა ძალიან მკაფიოდ გაიგეს და ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრით ბიზნესის იმ ნაწილს, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი შეხვედრაზე, კითხვა აღარ გააჩნია. მოგესალმებით, ბატონ ლევან. ლევან დავითაშვილის განმარტებით ბიზნესი მგრძნობიარეა პოლიტიკური მოვლენებისადმი და პროცესებისადმი, ამიტომ მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად საერთო დიალოგი შედგეს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და მმართველ პოლიტიკურ ძალას შორის. რაც შეეხება ბიზნესმენების პოზიციას, რომლებიც გამოვიდნენ 5 საათიანი შეხვედრიდან, მათი დიდი ნაწილი ამ შეხვედრას და ამ დიალოგს დადებითად აფასებს და წარმატებულად მიიჩნევს დაწყებულ დიალოგს. ნაწილი ცდილობს, რომ პოლიტიკურ პროცესებში და პოლიტიკურ შეფასებებში არ შევიდეს, ამიტომ მიაჩნია, რომ ახლა მნიშვნელოვანია კონკრეტული კონსენსუსს მიაღწიონ მხარეებმა და მშვიდობიანად გამოვიდნენ ამ პროცესებიდან, ამიტომაც ისინიც იზიარებენ ამ მხრივ, როგორც პრემიერ-მინისტრის, ისევე ვიცე-პრემიერის პოზიციას, რომ დიალოგი მხარეებს შორის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. მათ შორის ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ტავ ჯორჯიას წარმომადგენელმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდგომ განაცხადა, რომ ის არ შეაფასებს მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკური თვალსაზრისით, თუმცა მათ მიიღეს დაპირება, რომ მაგალითად პატიმრების გათავისუფლება, რომელიც ერთ-ერთი მოთხოვნა არის ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა ნაწილის და მათ შორის დემონსტრანტების, რომლებიც იკრიბებიან უკვე 26 დღეა თბილისისა და სხვა ნაწილში, პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება ამ მოთხოვნაზე იყო საუბარი შეხვედრაზე, თუმცა საუბარი ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ასევე რჩება ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნად ბიზნეს სექტორისა და მოქალაქეებისა, ეს საკითხი დღეს მთავრობის ხდომაზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე არ განხილულა. ქვეყანასა ზოგადად, იმიტომ რომ არის განხეთქილება საზოგადოებაში, არის მომხრე მოწინააღმდეგე ხელისუფლების პოლიტიკის და ეს იყო ჩვენი გულისწყრული და ეს იყო ჩვენი სათქმელი დღეს, რადგან აი ხო ხედავთ თქვენს, რომ მე 5 საათი დაიწყო, რაც ვისაუბრეთ ყველა. კრიზისი
საფრთხეები რაც არის ჩვენი ქვეყნის საფრთხეები ესე თუ ესე ვერ უნდა გაგრძელდეს არ უნდა გაგრძელდეს ესე რომ ეკონომიკა შევინარჩუნოთ როგორმე იმიტომ რომ უკვე ეთყობა სხვადასხვა მიმართულებებით ეს იქნება ტურიზმი ეს იქნება სარესტორნო ბიზნესი თუ რაღაცა ძალიან ვარდნა და უნდა გამოვიდეთ ყველა ერთად ამ მდგომარეობიდან ეხლა მე ყველას გაინტერესებს ან ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ რამე თქვა და ამას ვერ დამაცდენებ დღეს ვერაფრით რა. ხო, აუცილებელია რომ გადაიდგას რაღაც ნაბიჯები რომ მორჩეს ეს რაც დღეს ქვეყანაში ხდება, რაც ბნებს ბიზნესს. ხო. ამ ნაბიჯებზე მთავრობა მუშაობს. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო მართლა. ოღონდ მართლა გეუბნებით, გულწრფელად გეუბნებით. იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა და ძალიან დეტალურად ისაუბრა პრემიერმა. დეტალურად ჩაშალა თავისი მოქმედების ლოგიკა და ახსნა თუ ყველა მისი ქმედების უკან რა იდგა. ამის გარდა დღესვე ჩაეყარა საფუძველი, რომ განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენებთან შედგება შეხვედრა, აი ვისაც აქვს კრიტიკული შეხვედრა, ბევრს ძალიან, ხო და შედგება შედგება კიდე ფორმა, ეხლავე ჩაინიშნა ეს, რომ აი უახლოეს დღეებში ჩაინიშნება შეხვედრა, სადაც ყველა კითხვაზე იქნება გაცემული პასუხი, ის რომ ევროინტეგრაციას მიმართულებას ევროპისკენ არ აქვს არანაირი უკუსლა და შეუქცევადი პროცესია ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა და კიდევ ერთხელ იძახის იმას რომ აბსოლუტურად გამორიცხულია რაიმე სხვა კურსით წაყვანა ქვეყნის თქვენ პირდაპირ ეთერში მოისმინეთ როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერის და ეკონომიკისა და განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის პოზიცია, ისევე ბიზნესმენების პოზიცია, რომლებსაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ნაწილი იზიარებს მთავრობის პოზიციას, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პოლარიზაცია არის გაზრდილი, თუმცა ეს ხდება კონკრეტული რადიკალური ჯგუფების მიერ, მათი შეფასებაა ეს ბიზნესმენების, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ შეხვედრის დასრულების შემდგომ და რომლებიც არ აწერენ ხელს თავისუფალი ბიზნესების შექმნილ სპეციალურ პეტიციას. ვინც არის ხელმომწერი ამ პეტიციისა, მიიჩნევს, რომ ეს კონკრეტული მოვლენები, რაც ახლა ვითარდება ბოლო 26 დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით, სდება მხოლოდ პარტიულ ინტერესებს, სდება მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს და არის ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის საფრთხის შემცველი. დღეს სწორედ ამ თემასაც გაუსვა ხაზი ვიცე-პრემიერმა დღევანდელ ბრიფინგზე და ისაუბრა იმ მოსალოდნელ იზოლაციაზე, რომელიც შესაძლოა საქართველოს ემუქრებოდეს, თუმცა აქვე დასძინა, რომ ყველაფერს აკეთებს ქართული ოცნების მთავრობა ამ პროცესების დასაძლევად და ვითარების დასტაბილურებისთვის. მომდევნო დღეების განმავლობაში გაგრძელდება ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები მთავრობასა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის ასთა გაცვლა-გამოცვლა გაგრძელდება მომდევნო დღეების განმავლობაში, როგორც ამას დაპირდნენ, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე ეს დაპირება მიიღო დღეს საზოგადოებამ ვიცე-პრემიერის მხრიდანაც.